აუ ხო დამტანჯა ამ კაცმა ბიჭო რას დამათრებს ვითომ სათევზაოთ ყოველ დღე ააწყი რაღაცა ოდი რაშოვი მამა რა ვიცი რას ხო არაფერი მიგიმატებია მამი ერთი ცალი დევიჭირე მაგრამ გოუშვი რატო გოუშვი რა ვიცი წითელი წინწკლები ქონდა და ბატონების გაბრაზება არ შეიძლება ხო იცი მამა არა აქანი არაფერი ტყილა ვარ მოსულები რა ბიჭო რა იყო ბიჭო რატო ვარ ტყილა მამა დევიჭიროთ პატარა მივამატოთ ამაზე ჩოუჟდეთ ჩვენებურად საღამოს რო ვიცი პატარა იგიგნა და კაითაზე შევკაცოთ და დავსხოთებდი ვიქეიფოთ გემრიელად რაფერად ვიზიტვე და ქეიფი თუ მინდოდა გეყიდა ორი ღერითებია შეიძლება და თუ ყოველი უნდა აქეიფო ჯერ ჩემს სისხლზე მაინდა ბიჭო რა გიყვარს მამა რა იყო ჯერ ბიჭო წამოვა პატარა აცალე ცოტა ხან ეიცა რა მამა მეოთხე თევზაობა ერთი და იგივე ჭია მიგია და ახაზამოვა მაინდა ბიჭო რა გიყვარს წუწუნი მამა რატო წუწუნო ფასე და შემომტივი ბიჭო შენ რო იცოდა მომისვენე შენ აგე რო იცოდა შენ თევზაობის დამსახურებით არის მამა რო ხარ ამ ქვეყანაზე მოვლენილი ვინო რო ახალგაზრდა შენ რო თევზაობდი მე დევიჭირე ოქროს თევზი ხონე თხოვე რო კაი ოჯახი კაი ცოლშვილი რომ ყავდეს ხა თელი ამბავი აქეთ იქნება ეთყობა ითევზის ბრალიც არის ვინო დაბალი პრობა იყო ეთყობა ოქროს დაბალი პრობა იყო და ვიტო გამოდი მაგნერი წუწუნი ო დამაბრალე მე ახლა შენ დაგაბრალი არ უნდა ხა მაგრამ გაცალე შეხედე რა ხომ ვისრულო ეს დონკაზე გარავო აუ მამა წევიდეთ რა არა აქანი არაფერი და ბიჭო ბაყაყების ხმა თუ მინდოდა ჩაგირთავდი YouTube-ზე ბოლო გაჩერდეთქო ბიჭო ნუ დაატყირებ ყველაფერს ბიჭო წინასწარ და დავიჭერ თევს მაგრამ ხოდე ვიჭირე დაგერ პატარა ბიჭო აუ მამა დედა შენი თორე არ უთხარი წოდესაც არ დავუთხარ მამა ხოცებ არ უთხარ და გავუთხარ აუ უთხარ კალემზია წასული გოუთხარ სადევზო უთხარ მომთხარ წამოსული ვარ გრავშორდება უეჭვენ და ღალატზე იტა გერფიო ჯერგიდი ანრია თორე ასაკნე ომიჯო რა ვიცი თევზაობა სოლი მოყავს ლიგა აუ შე რა გითხარ მეიცა ბიჭო ნუ იჩქარებ რა იქნება მოვალ მე აქედან და მოგიტან თევს არა ბიჭო სუფრისთვის კი არა იქნება გამეიხედო თვალებში მხედველობას უწყობს ეგ ხელს არის აი იერარქია მოუსმარია მას ეგიც კაია რა და მიყვარ მაგის სათევზაოდ მე დავაღეროთ გზაზე შეხედი ხა მამა იყო ის ერთი პერიოდი იცის გაჩერება და წამოვა ახლა ნახავ აგერ გეუნები მეში რა ვადა მეიჯერებ ასტიარე გაუმარჯოს ბიჭებს გაუმარჯოს კაიგაც არის ჭერა ვიდე რა ვიცი დილას იყო პატარ-პატარა რაღაცა მაგრამ მე გაჩერდა ახლა და წამოვა მედია კიდე ეს გაია გაიხარეთ კაი თევზაობა ბიჭებო იცოცხლე კაი თევზაობა იცოცხლე კაც შინავა მოხსის მე ასე ჩება იგი გონი გაჯერე ბიჭო რა ჩება ბიჭო მეიცა ბიჭო ზუსუნობს რაც მე ვედი მისმე ეჩე დეინა ხია გერმამა თუ არ წამევიდე სახა პატარა ხში რა ხერიაგე ეცად მოუჭიმე პატარა მანგას მამა იგი ცოტა მოჭიმე შეხედე მეჯმა იგი რაშობა შენ რასაც შენ სამიდი აგერ მამზერა რაღაცა მობზამდი გამარჯობა თექიმო დიახ გამარჯობა შეიძლება მობზამდი მადლობელი ვარ აბა მისმეთ მაბიცეულო რა შესახებ თქვენ უროლოგი ბრძანდებით ხომ? დიახ იცით რა მიდაკითხოთ აი სექსის დროს ყველაფერი რიგზია არაფერი პრობლემა არ მაქვს მაგრამ ერთი პრობლემა მაქვს ხან მცივა ხან მცხე
მოდი შეერთებით კარგად ვერ გავიგე. ანუ სექსის დროს მეუბნებთ რომ ხან გცივად და ხან გცხელად. კი. ხან მცივა, ხან მცხელა და ეს წლებია, ეს იქცევა. მართალი მოგითხრა და იცით რა მაინტერესებს ანუ მონაცვლეობით არის ეს თუ ან სიტყვაზე 5-6 ჯერ გცივად და მე 2-3 ჯერ გცხელად ან პირიქით არა, მონაცვლეობით არის. ერთხელ მცხელა, მეორედ მცივა. ერთხელ მცხელა, მეორედ მცივა კაცო. ესე იგი რო გითხრათ შემოვო კარგო დიახ. მსგავსი შემთხვევა ჩემ პრაქტიკაში არ ყოფილა ვაი მაგრამ მოდი მომისვენეთ ახლა ჩვენ ასე ვთქვათ თქვენ ჩაბრძანეთ ხომოთ ლაბორატორიაში ახლა დიახ. ჩააბარეთ ანალიზები კი ბატონო. და 2 დღეში გამომიარეთ მე გადავხედავ ანალიზებს და რაღაც დასკვნას გავაკეთებ და დავიწყოთ ხურნალობა ალბათ ესე იგი ზედ მოვიდა. კი ბატონო 2 დღეში გამო დიდი მადლობა. კარგად სანდება აუჩნაო კარგად სანდებოდეთ. კარგად განსა იახ, მომძანდი. გამარჯობათ იქ. მომძანდი, ხელმშალო მომძანდი. დამძანდით პატრიცია. ესე იგი, დიახ. მინდა გითხრათ, რომ თქვენი ანალიზის პასუხები მოვიდა. დიახ. საოცარი ანალიზები გაქვთ რა. საოცრად კარგი მსგულისხმობ, რა თქმა უნდა, საოცარი. ესე იგი, იმდენად კარგი და ნორმაში გაქვთ. ყველაფერი ძალიან მინდა ჩემი ანალიზის პასუხები იყოს ესეთი რა. ძალიან გამახსენე. მე გენაცვალეთ. თქვენს გაფარაფერი შეცვლა, ანუ ისეთი არაფერი, ხო? ისე გზელდა. კარგი, მოდი გენაცვალე, მოდი მაშინ რა მინდა რო გითხრათ რა. ხვალ შევკრიბა მე კონსილიუმს უროლოგები, მოსულები შევიკრიბებით და ჩემ კოლეგებთან ერთად გავივლი ამ თემას, იმიტომ რომ ძალიან ისეთი სიტუაცია გეუბნებით, მე მსგავსი არაფერი მინახავს, არც გამიგონია და იქნებ საერთოდ დასკვნა გავაკეთოთ რამდენი ამ კონსილიუმზე ჩემ მეგობრებთან ერთად რა. და 2 დღეში გამომიარეთ თქვენ და გეტყვით. ეხლა წავიდეთ და ზეგ გამოდიეთ. მე მომძალით და გავივლი ამას კიბატოთ. კარგად სანდება. კარგად სანდება. ისევ ესე გავიდე, ხო? დიახ, დიახ. ალბათ. ვახ, ბიჭო გადავიდე. მომძანდი. გამარჯობათ ექიმო. ესე იგი, არ ვიცი, ჩემო კარგო რა გითხრათ რა. დიახ. ესე იგი, მსგავსი შემთხვევა პრაქტიკაში არც ერთ ექიმს არ ქონია. შეხედეთ, ახლაც აი თქვენი შემთხვევისთვის რაღაცა იქნება, მოძებნოთ, რომ ვეძებ სულ წელი საკუთარი გადავკეთე. 2 დღეა ბიბლიოთეკაში ვზივარ ენციკლოპედია სამედიცინო ენციკლოპედია მედიადან დაწყებული დღემდე მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა გენაცვალო ჩემი თავი რა. მე ეს უცხოელ კოლეგებთან მიწერმოწერა მთელი ინტერნეტი სივრცე გადავაკეთე არ არსებულია მსგავსი შემთხვევა ეს მცივა და ხანმრცხელა რას უნდა ნიშნავდეს მე არ ვიცი რა. აბა რა ვქნა ექიმო? ნუ არ ვიცი ჩემო კარგო ნამდვილად არ ვიცი რა გირჩიოთ რა გითხრათ მაგრამ ერთი რა მაინტერესებს ახლა და ისი თხოვნა მინდა თქვენთან რა თქვენი მეუღლე რომ მოიყვანოთ ხვალ და მეუღლესთან ერთად რომ მიბრძანდეთ იმასაც მინდა რომ გავესაუბრო ერთ-ორი სიტყვით რა ბატონო ექიმო მეუღლე მანქანაში მელოდება თუ საჭიროა ეხლავე ამოვიყვანთ რა და ხვალ მოვალ მოიყვანე შეხედულ აქტუარი კი ბატონო დედა გავგიშდი შემოდი გამარჯობათ ექიმი. მომძალით გამარჯობა. ჩემი ექიმი სასიამოვნო. ჩემი მეუღლე ქალბატონი ფოთოლა გამარჯობა ესე იგი რა მინდოდა თქვენთვის და რატო გთხოვეთ მომძალება ერთი კვირის უკან მომმართეთ თქვენმა მეუღლემ და ესე იგი აი ასეთი ცოტა უსნაურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე და თქვენც რომ გაგესაუბროთ ესე იგი მეუბნება რომ სექსის დროსო ხან ცივა და ხან მცხელავ და თქვენც ასე ხარ თუ მარტო ამას აქვს ასეთი სიმპტომები თუ რას უნდა ნიშნავდეს საერთოდ თქვენთან რაიო
ხან ცხელა და ხან ცივაო? დიახ, კი ბატონო. ამას გადოუშენდა თავი ამას. აბა რა იქნება ექიმო? ორჯერ მაქვს სულ წელიწადში სექსი. ერთი ზამთარში, მეორე ზაფხულში. შე გადაგიშენდა თავი. გამოდი გამეწვიე სახში. გამოდი არაფერში შენ არ მარგიხარ. ხო გადამიყვანა ჭუიდან. ეს ვიყოდი და არ გავგიჟდი კაცი. უცებ დაასხე. დაიწყა ბიჭო რა, მოგივიდა, ციგზიგი კიდია, მოგდევს ვინმე თუ რა ხდება? ბიჭო, არ მინახე დაკითხვები და გამოკითხვები. დაასხე 100 გრამი სასწრაფოდ, სანამ დირექტორი მოვა. მიდი. რას ქვია ბიჭო, შეხوار გაჟიერებს პატარა. ხوار გაჟიერებს პატარა ერთი დაფიქრია. ვინ დირექტორი უნდა მოვიდეს? დირექტორი არ ვარ აგერ მე? ხო და გიხარ დირექტორი, მაგრამ სანამ ახალი დირექტორი მომართო, მე ვიღა მოგწევს ძალევისუფლებას და დაასხე ერთი ასასი. რატო უნდა მოვიდეს ეს ახალი დირექტორი? გამაგებინე ერთი. არ ვარ აგერ? რატო და მოხსნი შენ და დაინიშნება ახალი დირექტორი მე. ბიჭო, ერთი თვის წინ გადაიტანე ის სუტი, ერთი თვის წინ. ხო და კიდე დალებაზე ფიქრობ კაცო? თავში ჭკუა არ უნდა ქონდეს დამუსი თუ არ გაქვს. აგიხსნი ახლა მომისვინე აგერ. ამიხსენე. კარდიოლოგმა მე მითხრა. კარდიოლოგმა? კარდიოლოგმა მითხრა რომ 100 გრამიო. ხო. წამალიაო რა. ხო. 100 გრამი ძალიან პრობლემა არ არის არანაირი პერიკიტო. სტიმულაციას ვისწრებს გულის და აბა დალიო ასე გითხრა. აბა რა მითხრა ბიჭო შეგენაც ბიჭო, კარდიოლოგმა თუ გითხრა დალიო, მაშინ დალიო წამალი. შეგენაც რა მიყვარს ეს საქმე არის ეს მე. სამსია გადაჭედილი. ოთ? მე რუსება. ის არა მინდა შემოსულა. აბა შეგენაცვალე ხო? შეგეწინოს. ცეცხლია ბიჭო. ხო კაია. მაგარია ეს. მიიღური ახლა ძიმადის მოძვერებით დაასხი მეორე. ბიჭო, იმან გითხრა რომ 100 გრამიო მარტო. ეგიმა. და ბიჭო, მაგი მითხრა ბიჭო კარდიოლოგო. ხო. ხო და ანგიოლოგმა? ანგიოლოგი ვინ არის კაცო? თანამშრომელია ჩვენი და მე არ ვიცი? და ბიჭო, ანგიოლოგი არის ბიჭო სიზარღვების ექიმი. სისარღვების? ხო და ანგიოლოგმა მითხრა 100 გრამი არის ძამალი. ხო და ანგიოლოგს ვარ პირიქითო ესო სიზარღვე აფართო. აი აფართოებს რო სიზარღვებს რო აფართოებს რო ხუილოს კარგადო. დაასხე ასე თუ აფართოებს დავასხე. ანგიოლოგმა თქვა მე ხوار გატყუება და რაღაცა თუ გითხრა ანგიოლოგმა უნდა დაუჯერო, აბა? ისე არ შეიძლება. ახლა მოდი გაუმარჯოს, მაგრამ წახან იმ გალასავიზელო თქვი ორივე საყოფა. გამომიდა. ბაგარი ახლა გაუმარჯოს. მაგა გაიტანა ბიჭო სისალყვებში მე მქონი. მაგარი. რამდენ ხან უნდა მიყურო ახლა ახბოს თვალებით? დაასხი მესამე. ბიჭო, გადავასხა ბიჭო. ისუოთამდე მაინც იცოცხლე კაცო, დილაათინე ევროპტები. მე მომცემენ პაშიზნები, სამა? რუბავოიზე. ესენი ბიჭო, გაჩერდი ბიჭო, მოვისმინე ბიჭო. ექიმის დანებარებებს გეურები. კარდიოლოგმა მითხრა, ანგიოლოგმა მითხრა, რა გასტროლოგი, ჩემი შინაურია გასტროლოგი მომატყუებდა ხა მე. პირიქით მითხრა რომ 100 გრამიო 100 გრამს თუ დალევ დილაზე არ გავიწყდებაო. პირიქითო, ესე იგი ყველანაირ ბაჩილას კლავს არაფერი არ შემიშენ. აი, არ დაუჯერო გასტროლოგს უთხრა. სპონსო? განადგურებს ყველანაირ ბაჩილას და მაგასო მარ დაუჯეროთ სიცხვილე თავის მოჭრა იქნება. რას ველაპარაკები? მიდი. კიდე არ ყავს შენ ექიმები, კიდე? მოდი ახლა ჩემო. ძმაო. ხო. ვის შეთვალებს საქმენ უხსარდაგება
იუზე კატოლოს გუბერში ჩვენ აქეთ გავუგებთ აი საბატირო ბიჭო. ყველას. თეცა გასროლო ყოფილა კაცი არ მომახედა ბიჭო თვალში არ ჩაგიჯერაღი ცოტა არ გაჩი. მომისმინე უცებ გავარდები მე და მოვარდები ახლა სადები ხარ? ენდოკრინოლოგს ნახავ ეკრება უიქნება იმანაც კი მოგწეს 100 გრამის დალევის უხლება და შემოვარდები და დავკრატი წასულებზე ხوار გავჩენდები შეიძლება სიცხვილია გასვლა შეიძლება. ესე უჩემოთ არ დაიცადე და გაქცე მეხსტირ კმელას არა რა მოგეკატრება მაგას მიზამნე. საიტალი ენდოკრინოლოგი აქ ნახე ხო ენდოკრინოლოგი ნახი აუცილებდა. ისი ახლა ეს თუ მოიფიქრებს და სტომატოლოგსაც ნახავს. ორჯერ კიდე გამოვიეზებთ. კალო გაზეთი მომიტანე თქო ის გითხარი და ეს სარიელი თაბახის ფურცლები მომიტანე თუ რა არის ეს უარაფერი წერია ზე სად არის ერთი ცარიელი ფურცლები? თვალები საჯდომზე გა? საჯდომზე და მაშინ ქორა თვალები შე რომ მოგიყვანის ვაი შენს პატრონს უბედურს. მთელი უბანი დამდევდა. ისეთი კაი გოგო ვიყავი. უი მე თელი უვეჭერდა და მე რა სხვას ვერ გოუშვრა სისხლი რაღა მე მომადექი ახლა მე სამომადე მე გიშრობს ის? თაფლივით ტკბილი და გემრიელი რიგი თაფლივით ტკბილი ეთქობა მაგინოები კიდევ დიაბეტი შენ რა თაფლივით ტკბილი და ვიდო ვერ ვარჩევ ახლოებს აგერ 20 სანტიმეტრში რა რამდენჯერ გითხარი მიდი თვალის ექიმთან თქო და გამოგიწერ სათვალეს შენ რო იყავი ვი გამოგიწერ ეს სათვალე 800 ლარი რომ იმართხლეში მე ნერვე პათოლოგმა გამომიწერა რა ჩრიტირო ქალო აღელა ქალი რაშუაშია სათვალესთან ნერვოპათოლოგი რაშუაშია და ლამარია შალიკიას რომ ეკეთა და მე არ მეკეთა მეშლებოდა ნერვები მე არ მეშლება ახლა ნერვები რომ მიჭირავს ხა და გიგოსავით ეს და ვერ ასუებს ვერ ხედავ აგერ 30 სანტიმეტრი შორს ხომ იხედები კარგად მერე შორს რომ იხედები რა ახ წაგითხვამი და მის მეზობელს ვარ დავაჭერიებ აივა ზე გაზეთ დაკიდან წავიკითხავ მე ხოდა ჩემო სიხარულო მე წაგიყვან თვალის ექიმთან თუ შემისრულებ რაც მინდა რა მინდა წამოდი პანჯარასთან საწამები რა უნდა ახლა წამოდი გეუნები ეს რა გინდა ხალო რო გამამაგდე კარა აივა მაცადე წი ცხრიან კორპუსს ხომ ხედავ გამიგვერდა მაგრამ ხედავ მე-9 სართულის მესამე ფანჯარას თუ ხედავ აი ნორმალია ხედავ კი კარგად დაინახე კი მერე იქ რომ ხალი შუბას იხდის მერე და გვერდზე კიდებს ხომ დაინახე კი კაბაცას რო გიხდიდეს უფრო უკეთესად დავინახო მაგრამ შენ მოგცემ კაი კაბის გახდას ხოდა აი ისეთი შუბა ხომ იცი რისია კი რისი ნორკი ხოდა ნორკი ვაი არ გერგინა არა მე მაგიყიდო შენ გალო ნორმალური თუ ხარ რაც ველაბა მაგის ფული სადამაკ მე ჩემი ნერვების მკურნალობის ფული ხომ გაქვს რა ჩერჩეტი ვარ ბიჭო რა ბოთე ვარ და ჩერჩეტი არა რატომ ხარ ბოთე და ჩერჩეტი რატო ვარ ბოთე და ჩერჩეტი რამდენი ხანია შემიცვალე რა ხარ 18 წელი და 8 თვე საათებსაც გეტყვი თუ გინდა არ მინდა საათებს საკმარისია არ ვარ მე ჩერჩეტი და ბოთე მითხარია არ ვარ 18 წელია შემიცვალე ხარ და რომ მომეკალი თავის დროზე რა ხრის გამოსული ვიქნებოდი ციხიდან და ბედნიერი ლაღი 7 წლარი იცხოვრეს თავისუფლად მოკლედ ვაი ჩემო სიხარულო ულტიმატუმს გიყენებ შუბა უნდა მიჭიდო შუბაზე დიახ ასრე შენ მე შორს გავხედავ და შენ გიჭირს აგერ ახლავე კი ბატონო გელოდები ამარტო ეს ახლა შეხედა გახედა 16-იანი ვაი 9-იანი ხო
გახედე ახლა შეხედე მესამე სართულზე გადაცვალე მეოთხე ფანჯარა და გახედე იმას. 12-იანი. მესამე სართული მეოთხე ხო, ფანჯარა. მერე? ხედავ ფანჯარაში კაცი და ხალხი დასაკეთებს. ой. თაფლობისთვის აქვს და აბა რას გააკეთებს? ხო და შენ გენაცვალე მასეთი სექსი მინდა ზუსტად მეც. თავი მკივა, წელი მკივა, გვერდები, გადაბრუნდი, გადმობრუნდი არ მაინტერესებს. შეექნება გექნება. შენი გადაშედი აგერ შენარებო. ასე იყოს ეს. მოდი მამა, მოდი შენ გენაცვალე. არა. მინდა არა დაждომა შენ და ჯექი მყარად რა თავარია მე აგე დავძევი ჩვენ მაინც წერიცელი მინდა რაღაცა უნდა გიქ. აი ხო მამა, ნუ გამიხეთქა გულს ახლა და ნუ მომკლავ აქ სკამზე. არა ახლა იმნაირი კი არაფერი მაგრამ მაინც უნდა გითხრა რა გული არ მიშვებს რა. მითხარი მამა, უნდა მითხა. თავარია სიმართლე, მითხა არ დამიმალო არაფერი მამა. არა სიგარეტს ვეძევი მამა. რა გითხარი მამა? რანაირად შეიძლება მამა სიგარეტის მოწევა? შენ არ გაგწაკითხული იმაში რა 1 გრამი ნიკოტინი ცხენს კლავს. მე როდის დევიჭიხვინე ბოლოს ერთი გამაგებია? ეგ რა შუაშია კაცო არ არის მარგებელი ორგანიზმისთვის. მაგრამ ყოჩახ შენ რომ მითხარი და არ დამიმალე და ჩემთან რო არ სვამ პაპიროს. იმიტომ რომ მეც მასე მორიდებული ვიყავ მამაჭეთა მე მამაჭეთა სიგარეტს არ ვეწეოდი ერთადერთხელ მახსოვს მომციე ზალაში მამაჭეთა სიგარეტი მისი მამაშვიდები იყო ცხონებული და მაშინ იყო ერთადერთ და უკანასკნელად რომ სიგარეტი მომწი ვერ მოგიცანებ მამა მაგ საქციელს მაგრამ არა უშავს ახლა დასრული ხარ შენ და კი მაგრამ თუ და არ მომწევ მამა ეს იქნება სასურველი და კარგი ასაგები გაგიმარჯოს მართლა რა მე შუა გულზე რო გითხარი მე ვიცილე დარდიდი მაგრამ კაი მეჭი ხარ რომ მითხარი ბარემ თუ გითხარი და დევიწყე კიდე გეტყვი რაღაცას მითხარი მამა უნდა გამიზიარო კაცო უცხოები ყوار პირველი მეგობარი მე ვარ შენ ღვინოსაც ვარ ღვინო არ არის მარგებელი მამა ორგანიზმის მაგი ღვინს იმაშობა რა გვია უწევს და ურთხავს პირდაპირ ღვინს და ეს შენ უნდა იცოდე მაგრამ მომისმინე რა არის ახლა იცი ზომიერად მიღება მაგისი მერიკით სასარგებლო ახ ბევრი არ უნდა მასე ბაბუაში ხო გახსოვს 107 წლის იყო ცხონებული როგორ დაიწყო მაგი სულ ღვინოსა და მაგას წყალი დალეული გერო წყალს რომ მიაწოდე წყალი ბაღაღი გერო როსე გეუნო დაგრავდა ღვინოს საკი ისოცხლა 107 წელი ზომიერად მამა არ არის პრობლემა მაგას მე შენ არა პირიქით გამეყარდა რომ კეიფი და ის უნდა გიყვარდეს კაცო ღვინის დალევა ხანდახ ადამიან ყოველდღიურ ვარ გათუა არ დამიმთავრებია მამა კიდე უნდა გითხრა რაღაცა რა უნდა მითხრა უნდა გითხრა და ქალებშიც დავდივარ ხანდახან ფასიანი ქალები ფას არ ხონია ბიჭო სოლის შვილის მადრო ორი შვილი ყავს აგერ ყვაყივით მოგჭები და რანაირად შეიძლება ეგეთი დამოკიდებულება მამა მაინც უნდა ამაყვირო და ამამაღლებიო ხმა ქალებს არ და ფასი გაგდია კედარ შენ არ გადიოდი ახალგაზრდობაში კაცო მაგრამ ხო აი ვიცი თქვა მინდოდა ახლა თურმე ერთ კაცზე მოდის 4 ქალი ხო და მარტო ერთზე რო გაჩერდა დანარჩენი სამიცოდოში ხო იდე ამბეს ასე ხანდახან უნდა მივდგეთ და ვისაც შეგვიძლია გოუწოდოთ დახმარების ხელი თუ რაც არის რა ვიცი მე შეგვიძლია ხო ვერ მოგიწონე მაგამანამაზე მაგრამ ისე ვხრათ მამა რომ შენცუ მეცუ ახლა მეზერხე დავდიოდი და დავდივარ ხო და ასე ხო არა უშავს მაგრამ არ არის ახლა დიდი ისეთი კატასტროფა ეგრო ვერ დავალაგოთ და მოვაგვარო შენ არ არის მამა არის ნერვიულო მაგაზე შეგიო ბარემ ახლა გულახდილი საუბარი გვაქვს და თუ დავიწყებთ ბოლომდე მიყვები და კიდე გეტყვი რაღაცას მითხარი მამა მეზობელი ხო არა ვარ კაცო მამა ვარ კაცო მოსაწერის მაგასი რას ლაპარაკო შენ აი როგორ შეიძლება Wait!
მოსაწევის ეს რა ის შემხურეს რა გეიგონეს შემახურეს მოსაწევი მოსაწევი იმაში რა ქვია ისე ადრე ისეთი მეფეები ეწეოდნენ მამა პრია ეწეოდნენ მეფეები და ჩვენ რა დავაშავეთ გლეხებ რა მეფეები თუ ეწეოდნენ ბაგრატია ჩვენ რა დავაშავეთ მაგრამ იცოდე მაგასაც გასინჯე და არ ერთ მოთაებული მაგაზე აღარ ვილაპარაკოთ ახლა შეგენაცვალე ეს იყოს ბოლო და უკანასკნელი და დავამთავროთ ამითი ლაპარაკი ვერ მოგიწოდებ მაგასაცელი და მაგის გულისთვის ვერ დაკარგავ ახლა მე შენ და გავაგზელო ცხოვრება და დინებას ვიყვეთ ის რამაც საჭირო შენაცვალოთ თქმა შემიძლია ასე დავამთავროთ მაგაზე ლაპარაკი მორჩა კაი შეგენაცვალე კაი ახლა ხუბი მიწევს ჩხუბი კიდე ხანდახან იცოდე ბარი მეგიც რა და აყალმაყალი და ხანვის უტყავ ხანვის ხუბი გიწევს არ არის ბაბა გაისაცილი ხუბი არ არის გაისაცილი მაგრამ აქვე გეტყვი რა მე ჩემ ახალგაზრდობას მაგრამ კაცი თუ ხოიც რა თქვა რომ დამრტყმელი პურიშაველი ქეიფი რომ დამრტყმელი პურიშაველი არც მარტო დამრტყმელი არც მარტო პურიშაველი დამრტყმელი პურიშაველი ეს ერთად არის ხანახან ხელის გაურა გაქმნია მაზია ახალგაზრდობა შეიძლება და მენაჩხუბ უიმე ერთხელ და ტალახში ასე სახე ასე მომატრცხი და მეწყები და ძინავადრო ჩქილით ტალახები არ არის გაიცეცილი უნდა მეერიდო ეცადო ეირიდო თავიდან მაგრამ ხანდახან ეგეც მოგიწევს მაგას შეგუებული ვარ კაცები ვარ ქართველები ვარ დამრტყმელი ვარ პურიშაველები ამასწინათ რესტორანში ვიყავ და რომ მოვჭით სუფრას კაროჩე იქანე ჩხუბი ეწია ზოგს თეფშებს ვამტრევდი თავზე და ზოგს დანასუყრიდი ცხვირში და რა ვიცი რას მელაპარაკები კაცო შენ აპათოლოგებ ბაბა მაგრამ ყველაფერს აზღვარი აქ ბუჯო ყველა მოდი ერთი დაჯექი აგერ ამ შენ იმაში სავარძელში დაჯექი ბოლო ბოჭო ამ ხელა სკოლის დირექტორი კაცი ხარ არ მომშობლები რა სიტყვენ არ მოსწავლეები არ მასწავლებლები მაგითო დაბლის შეგარა შენ სკოლაში დარაჯა თვერვაზე ნერვები ვიშალო ყოველ წუთში იმი ხარ იქნება ამ სკოლაში სევერი არ შენი სამსახური ვიდა და არაფერი არ ვიდა დაბანებეთ ალო რაკნა თმა მოწიწკნა დაურეკ ერთი მაგის მშობელს დაურეკე და მომიყვანი აგერ ამბავშია მაბავშია გოლიდე